იაკობის მეორე თავის მე-14 მუხლიდან 26 მუხლის ჩათვლით წავიკითხოთ. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ჩემო ძმებო, რასარგებელია თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია, განაამ რწმენა შეუძლია მისი ხსნა? თუ ძმა ან დაშიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით იარე, გათბი, ისაზრდოე, სხეულისათვის კი საჭიროს არას მისცემთ. რასარგებელია? ასევე რწმენაც, თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია, მაგრამ იტყვის ვინმე, შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები, მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. გსურს, ამაო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია? განაჩვენი მამა აბრაამი საქმეებით არ გამართლა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა? ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა. აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს და ერწმუნა აბრაამი ღმერთს, ეს მას სიმართლედ ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა. თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. ასევე რახაბ მეძავი განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა, რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.